ჩამოვედი ქალაქ ვრინდავანში და როგორც ნახე ინფორმაცია აქ დაიბადა კრიშნა, ინდუისტების მთავარი ღმერთი. და ინდუისტებისთვის ერთ-ერთი წმინდა ადგილია რა. დავალ ახლა, ვეცდები რომ ქალაქი გადავიღო, რამდენიმე ტაძარსაც გადავიღებ და ზოგადად გაჩვენებთ ქალაქში რა ხდება რა. აი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა. აი ესე გამოიყურება. აი როგორც კი ჩამოვედი ავტობუსთან პატარა ტაძართან გავიარე და ადგილობრივმა ბავშვებმა, ნუ რა თქმა უნდა მე ფული მომთხოვეს. აი ესე შუბლზე რაღაცით მომნიშნეს თუ არ ვიცი რაცა დამლოცეს თუ აზრზე არა ვარ არის. ვრინდავანი ასევე ცნობილია როგორც ქვრივთა ქალაქი. სამწუხაროდ ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში ფიქრობენ, რომ როცა ქალი ქვრივდება, ეს სწორედ ქალის ბრალია და ამის გამო ქვრივ ქალებს სახლის დატოვება უწევთ. შემდეგ მათი უმეტესობა აქ ვრინდავანში მოდის და დარჩენილ ცხოვრებას აქ ატარებს. აი ესე ამოდიან აქ ქვრივი ქალები და მთელი ცხოვრება მერე ატარებენ უკვე ამ ქალაქში ვრინდავანში. ზოგს შეუძლია, ზოგს აქვს ფული იმის რომ სასტუმროში გაჩერდეს, მაგრამ უმეტესობა 99% აიძულეს რომ წამოსულიყვნენ სახლიდან და აი ამ ქალაქში ატარებენ მერე მთელ ცხოვრებას. ნახეთ უბრალოდ რამდენი მაიმუნები არიან. აი ესე საჭმელს აძლევენ. აი ამ ხალხს ურიგებენ საჭმელს ტაძრებში და ესენიც მერე ყვებავენ მაიმუნებსაც. აი ესეთი გაჭირვებაა სამწუხაროდ აქ. ესე ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ბევრი ქალი დადის. ოღონდ ვერ ხვდები ესენი ჩამოსულები არიან თუ აქ ცხოვრობენ როგორც ქვრივები. მაგრამ ჩემი აზრით უფრო ჩამოსულები არიან, იმიტომ რომ რაღაც დიდი გაჭირვება არ ეთყობათ ახლა მაინც და მაინც. აი ნახეთ როგორი ლამაზი არქიტექტურა. და აი აქ ხვევით, არ ვიცი ალბათ წყლის რეზერვუარი არიან რა. უბრალოდ საოცარად კრალისუნი ამოდის, თან მაგრად ცხელა ეხა აქ. აი ესე აშრობენ ადგილობრივები თავიანთ ტანსაცმელს, როცა რეცხავენ. ნუ ძირითადად ალბათ ის ქვრივები ან ის გაჭირვებულები, ვინც ამოდიან აქ ფულის სათხოვნელად, რომ იმის გამო რომ ბევრი ტაძარია, ბევრი ტურისტიც ამოდის და აი ესე სამწუხაროდ უწევთ ცხოვრება. აი ძირითადად რაც მღლის რა ინდოეთში არის, არა იმდენად ხმაური. უბრალოდ აი სულ ყურადღებით უნდა იყო რა, რომ ყველა მხრიდან მოტოციკლები მოდიან, ყველა მხრიდან არ ვიცი რიქშები, ადამიანები, მაიმუნები, რავი. აი ყველაფერი ირევა ერთმანეთში რა. თან როგორც წესი რიქშები და მოტოები არ გითხოვენ გზას, აი ფეხებთან მოდიან და მერე ჩერდებიან. ეს ადგილზე აღმოჩნდი ახლა დინარის სანაპიროზე. როგორც ჩანს ნავებს ან აქირავებენ, რომ დინარიდან დაანახონ ხალხს ქალაქი. მაგრამ ესე ევროპელ ტურისტებს სიმართლე გითხრა ვერ ვხედავ, ძირითადად არიან სულ ადგილობრივები. ნუ მდინარეს არ ვიცი, შავი მუქი ფერი აქვს. ალბათ ყველა სიბინძურე ჩადის აქ. მიუხედავად იმისა, რომ ბინძურია რა, ხალხი მაინც ბანაობს ამ მდინარეში. აი ჩადის ახლა ერთი. აი აქეთ არის ერთ-ერთი ტაძარი რა და მინდოდა შესვლა სანახავად, მაგრამ ნახეთ უბრალოდ რა ხდება. ადამიანებს არ დაიძვრიან ისეთ საცობი. აი ამ ტაძარში უნდა მოხვედრა, ამ პატარა ტაძარში ახლა ყველა ამ ადამიანს. სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი რა ტაძარია. მაგრამ აი ყველა ცდილობს რომ აქედან ახლა შევიდეს მაგ.
პატარა მონასტერს მოვაგენი, ახლა გზაზე მოვდიოდი და აი იქ ძალიან სიმშვიდეა. კეთი ქალი მღერის, აი იქეთ საცხოვრებლებია, აი ესენი. საცხოვრებლებია ალბათ ბერების. Hello. ესეთ ლამაზ ადგილს მოვაგენი, ახლა შევიდეთ და ვნახოთ შიგნით რა ხდება. ფესტივალი არის ახლა შიგნით, შემოვედი, როგორც მითხრეს ადგილობრივებმა. უნდა ითქვას, რომ ცოტა ხალხია. ალბათ საღამოს უფრო მეტი იქნება. აი ესეთი მშვენიერი კერძები აქვს. Hello. ეხლა გავარკვიე რაში ყოფილა საქმე, რატო არის ეს დეკორაციები. თავიდან მეგონა რომ ყველა იძახის რომ ფესტივალია და მეგონა რომ ფესტივალის ფარგლებში იყო რა. მაგრამ აღმოჩნდა რომ არის ქორწილი და ეხლა უკვე მთავრდებოდა ქორწილი რა, უკვე დასასრული იყო. უბრალოდ ხალხი იჯდნენ ძირითადად სხვა ესე ვთქვათ ღარიბი ხალხი შემოსული რომ ეჭამათ რამე რა. ქორწილის ნაწილი ყოფილა ესეც. კარგი, წავედით. მოკლედ აი ესეთი იყო კრიშნას დაბადების ადგილი. ეხლა ქალაქია, რავი, სრული ქაოსია რა, როგორც ნახეთ თქვენ, როგორც ყველგან რა ინდოეთში. ჯერჯერობით რაც ნახე ყოველ შემთხვევაში. დავბრუნდები ეხლა მატურა ქვია იმ ქალაქს, სადაც უნდა ჩავიდე, დაახლოებით 1.5 საათი მინდა აქედან და მე იქიდან უკვე ისევ წავალ დავბრუნდები უკან აგრაში. ესე ვგზავრობთ ავტობანზე. ესეთი ვენტილაცია გვაქვს, რო არ დავცხეს. ორივე კარები ღია. დაახლოებით ახლა 20 წუთი ამოვდივარ რა და მან სკოლი არ გაჩერებულა აი სულ სიგნალებს. წარმოგიდგენიათ მთელი დღე რო ეხა აკატარებს მანქანას. სახში რომ მივა მე ის და მთელი დღე რო ესე თავის სიგნალის სხვა რო ისმის, ნუ როგორც მინიმუმ თავის სიგნალს. აი აი როგორი ავტობუსებით დავდივარ შიდა გადაადგილებები. აი ესე მგზავრობთ რა. მივდივართ აგრაში. ადგილობრივებით სავსე ავტობუსი. მოკლედ ჩამოვედი აგრაში, როგორც ყოველთვის ისე როგორც დაგეგმილი მქონდა არა. ავტობუსმა მეგონა რომ ისევ გაჩერებაზე მიმიყვანდა, სადაც საიდან წავედი და ჩამოვსვა სუყოლა ქალაქის შემოსასვლელში. არ ვიცი რატო რა ვისუყოლა, ადგენ და ჩამოვიდნენ, მითხეს ბოლო გაჩერებაა. თუ შესაბამისად ჩამოვედი მე. არის რა აქედან ახლა რიქშათი შემიძლია წასვლა ჩემთან სასტუმროში, მაგრამ რო წავიდე სასტუმროში მაშინა ვეღარ გამოვალ, უკვე ღამეა რა და გვიანია უკვე და იქ რა გავაკეთე, თან გუშინ ვიარე იქ და ასე რომ გადავწყვიტე რომ ფეხით გავიდე, იქნებ რამე ისეთი ჩემთვის და თქვენთვისაც უცხო კიდევ ნახვა ამ ქალაქში. თან თუ რამე ისეთი ვნახე ნორმალური ადგილი, სადაც დავჯდები და შევჭამ, გავჩერდები და შევჭამ, იმიტომ რომ დღეს არაფერი არ მიჭამია რა საერთოდ. მოკლედ ესეთი სნექებია რა. ავიღე აი ეს 2 ცალი აი ეს. ადგილობრივ ბიჭმა მირჩია და 2 ცალი აი ეს სამოსა. ეს არის სამკუთხედები ფრენჩის. გავსინჯოთავა ერთი რა. აი ნახეთ ფასები ცალოდა 44 რუპია ერთი ცალი. სამოსა 19 რუპია ერთი ცალი. ნახოთ აბა გავსინჯოთ როგორია ენდურის ნეკები. სამოსა საიდანღაც გამიგია რა, მაგრამ ის პირველად მესხეს პანერ აკორა ეგრე ქვია.
ნახოთ. მოკლედ გავსინჯოთ, აბა ეს პირველი სახელი აღარ მახსოვს, რაღაც კარტოფილიანი არის. მეორეს მახსოვს სამოსა ქვია. აბა ნახოთ ეს პირველი რა არის. ნუ ნორმალურია რა, მაგრამ რაც მშრალია ძალიან, აი გადასაყლაპად ძალიან რთულია. რაღაც ხაჭოს გავს შიგნით. შემადგენლობით. ხაჭოს გემოაქვს რა. მაგრამ ცუდი არ არის. მაგრამ თან ძალიან ცხარეა. ახლა გავსინჯოთ სამოსა, აბა ნახოთ როგორია სამოსა. საშინელება. ეს იყო პირველი და უკანასკნელი სამოსა ჩემს ცხოვრებაში. თან როგორი ცხარია. თან ვერც ვერ ხვდები შიგნით რა არის. რაღაც მასა ამ სუნელებით გაჯერებული ისე რომ არაფრის გემო არ აქვს, მარტო სუნელების გემო. და ცხარე საშინელი. კარგით. წავედი ხა. ნუ აქაც არაფერი განსაკუთრებული რა, ესე. ყველაფერი ერთმანეთში არეული, ხალხი, მოტოციკლეტები, რიქშები. ავი ნაგავი. მოკლედ დიდად აგრა არაფრით გამოირჩევა. ტაჯ-მაჰალს და აგრას ციხეს აურთული. მაგრამ აი ესეა რა. ტურისტებიც რა ძირითადად სადაც ვიყავი. ეხლა დღესაც სადაც ვიყავი, იყვნენ სულ ადგილობრივები. აი არავინ არ შემხვედრია საერთოდ ევროპელი. საერთოდ ერთი ტურისტი არ შემხვედრია. ტაჯ-მაჰალზე კი იყვნენ. პატარა ჯგუფები, ოღონ ორგანიზებული ტურებით. აი ნახეთ ეხლა აქ რა ხდება, აი. ვიღაცა გაგივლის წაკრავს ბეჭს. ვიღაცა გაწვება. მოკლედ, აი ჩაულებრივი. მთელი ქალაქი არის ესეთი ბაზარი, აი. ბაზარსაც ვერ დავარქვევ, ბაზარი, ბევრი ბაზარი მინახავს და ლამაზი ბაზრებია. აი ეს რაღაც საშინელი ქაოსი. აი ვისაც გიყვართ არატურისტული ადგილები, აი ზედგამოჭრილია ეს ადგილი თქვენთვის და ჩემთვის. მე ტურისტული ადგილებიც მიყვარს, მაგრამ აი ხო არიან, მაგალითად მარტო არატურისტული ადგილები ვუყვართ ამოგზაურებს. აი ეს ადგილი ერთ ტურისტს ვერ ნახავ, აი ერთ არცაც. აი ეს არის ინდოეთი რა. მოდიხარ ჯურღმულში. და აი ვიცებ ნახეთ ალამაზი მეჩეთია. მოკლედ გზა შემეშალა რა. GPS-იანი ტელეფონი დამიჯდა. ხო და ცოტა გავწვდი ჩემს სასტუმროს. მაგრამ სამაგიეროდ ესეთი ლამაზი ხეივანი შემხვდა, ტაჯ-მაჰალთან არის ახლოს. და ისეთია სიმშვიდეა რა, სიწყნარეა. ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვთქვი, რომ მიყვარს მეთქი ხმაური მასვენებს თქო და ვწდებოდი თურმე. ხმაურსაც გააჩნია. აი როცა 14-15 საათი რა ეს სულ ესეთი ხმაური გესმის, სულ სიგნალები, შენ თვითონაც დაძაბული ხარ, არავის დაეჯახო, ან შენ თვითონ არავინ დაგეჯახოს. რასაგიჟეთია რა, აი ძალიან ღლის ტვინს. ეხლა კაია, ეხლა უკვე ვაფასებ სიმშვიდეს. პატარა ქარხანაა. და ესეთ ხელნაკეთს ნივთებს აკეთებენ. შევა მეგობარმა ეხლა შევამიყვანა. მინდაო გაჩვენო. She's coffee table. Oh, beautiful. And how much this? How much? 25,000. 25,000 rupiah, right? Yes. And this one for the flowers? This one here? Not this design, my client design. Ah, okay. Not you. It's not selling. Okay. And how many years you are doing this job? 27? How old are you? 35.
Are you selling just here in India or in other countries too? No, only for India. Only for India. The locals they are buying or tourists? Locals. Okay. ალბათ ამ მოგეწონება ეგეთი რამე. მაგარი მძიმეა ეს. What is the price of this? 2500. 2500, right? Rupees, not dollars. No. ესეთი პატარ-პატარა ქარხნებია აქ ხა რასაც უყურებ. რა ზოგი დაკეტილია, ზოგი ღია. აქ შემეძლო შესვლა რა. ბიჭმა წამეყვანა რომ მოდიო გაჩვენებო ჩემი ძმის არის. დანარჩენები ხო, დანარჩენების ნახვა ვერ მოახერხე. ასე დამთავრდა ჩემი ინდოეთში მოგზაურობის კიდევ ერთი დღე. წინ ინდოეთში მოგზაურობის მორიგი ვიდეო გელოდებათ.